თბილისის ზოგიერთ დასახლებას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდა. კომპანია Georgian Water and Power-ის ცნობით, გლდანში მეშვიდე წყალსადენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით დღეს 11 საათიდან 26 აგვისტოს 2 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდა კონიაკისა და გლდანულას დასახლებებს. თემკის მე-3 მიკრორაიონს, გლდანის მასივის მე-3, მე-3A, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს, სოფელ გლდანს სასჯელახსკვლების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს Georgian Water and Power-ის საავარიო ბრიგადები დილიდან აწარმოებენ. ისნის რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდა. კომპანია თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება ქვესადგურ ავლაბარში პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო ezღუდება. 11-დან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქეთევან-წამებულის გამზირს, ყარყარაშვილის, მელაანის, საინგილოს, ხვარელის, რატილის, უშაკოვის, მესხეთის, ტვიშის, მთისძირის, კასპის, საბადურის, აწყურის, დოესისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ. ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 43 ადამიანი დაიღუპა, 42 კი გადარჩა. Henan Airlines თვითმფრინავმა კატასტროფა ქალაქ იჩუნში განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით ავიაკატასტროფას ერთ-ერთი მფრინავიც გადაურჩა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სამართალდამცავები მის დაკითხვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ბოლო ავიაკატასტროფა ჩინეთში 2004 წელს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ტბაში ჩავარდა. მაშინ ავიაკატასტროფას 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები 2 სექტემბერს ვაშინგტონში განახლდება. მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ამერიკის შეერთებული შტატები შეასრულებს. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის ელჩი ტონი ბლერი ისრაელს ეწვია. კონფერენციაზე მან ორივე მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის ელჩი ტონი ბლერი ისრაელში იმყოფება, სადაც ის კონფერენციას დაესწრო. მან ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების განახლებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და ორივე მხარეს მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე სერიოზული წინადადების შემოთავაზებებისკენ მოუწოდა. თავის გამოსვლაში ბლერმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს მშვიდობიან განზრახვაში. მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება, თუ საბოლოო სტატუსის შესახებ ყველა საკითხები განხილული არ იქნება. იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე გაითვალისწინებს ამ საკითხებს. მე ვიცი, რომ ზოგიერთები ამ პროცესს ცინიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ ეს შოუა. მე ვუარყოფ ამ წარმოდგენებს. უფრო ადრე ბლერი ისრაელის თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაქს შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის თამამი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც წარმატებული მოლაპარაკებებისთვისაა საჭირო. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია, ამიტომაც ამ სიტუაციით ვსარგებლობთ და ისეთი თამამი გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ, რომელიც ორივე ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. ისრაელი ამისთვის მზად არის. ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები 2 სექტემბერს ვაშინგტონში განახლდება. მხარეებს შორის შუამავლის როლს ამერიკის შეერთებული შტატები შეასრულებს. მოლაპარაკებებს აგრეთვე დაესწრებიან იორდანიის მეფე აბდულ მეორე და ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი. მექსიკის 6 შტატში უსაფრთხოების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რადგან ქვეყანას ტროპიკული შტორმი ფრენკი უახლოვდება. სტიქიამ უკვე დააზარალა ჩიაპასის შტატი, უსაფრთხოების გამო სკოლები დახურულია. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, შტორმი მსოფლიოში ცნობილი საკურორტო ქალაქ აკაპულკოდან 250 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ის საათში 13 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ცენტრის პროგნოზით ტროპიკული შტორმი შესაძლოა ქარიშხალში გადაიზარდოს. ლიბანის დედაქალაქში რადიკალური შიიტური დაჯგუფების ჰეზბოლას და სუნიტურ ალ-აჰბაშის წევრებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინციდენტი მეჩეთთან ახლოს დასახლებულ რაიონში დაფიქსირდა. ვითარების განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით შეტაკება პირადი უთანხმოების გამო მოხდა. ბოლო დროს ლიბანში რელიგიურ ნიადაგზე შეტაკებები გახშირდა.
ბრაზილიაში მოსახლეობა უნიკალური ბუნებრივი მოვლენის ცეცხლოვანი ტორნადოს მომსწრე გახდა. ხანძრის შედეგად გიგანტური ჩირაღდანის მსგავსი ცეცხლის ტორნადო წარმოიშვა. ეს საოცარი სანახაობა პირდაპირ ეთერით გადაიცა. ბრაზილიის ამ რეგიონში 3 თვეზე მეტი არ უწვიმია. გვალვამ და ძლიერმა ქარმა კი ხანძარი გამოიწვია. ბრაზილიური მედიის ცნობით, სან-პაულოში ჰაერი ისეთივე მშრალი გახდა, როგორც საჰარის უდაბნოში. ცეცხლოვანი ტორნადოს გამო ავტომაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო. ხანძრის ჩაქრობა კი ვერტმფრენების საშუალებით განხორციელდა. აგვისტოს სავსემთვარეობა საბერძნეთში 1997 წლიდან აღნიშნავენ. ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ტურისტები ამ სანახაობისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან ქვეყნის ყველა ღირსშესანიშნაობის დათვალიერება ამ დღეს უფასოა. საბერძნეთში აგვისტოს სავსემთვარეობა წლის ყველაზე ლამაზი სანახაობაა, რომელსაც როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები მოუთმენლად ელიან. ამ დღის აღსანიშნავად აკროპოლისი მთელი ღამის განმავლობაში ღია იყო, რადგან სავსემთვარის ნახვის მსურველებისთვის გასული საუკუნეების ატმოსფერო შექმნილიყო. საბერძნეთში ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ. აგვისტოს სავსემთვარეობა 1997 წლიდან აღინიშნება. ეს ძალიან კარგი დღესასწაულია, რომელიც ხალხს ძალიან მოსწონს. ყოველ წელს იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სურთ, რომ სავსემთვარეობას აკროპოლისში შეხვდნენ. ეს სანახაობა განსაკუთრებით უცხოელ ტურისტებს იზიდავთ. ამის შესახებ ჩემმა მეგობარმა მითხრა და ძალიან დამაინტერესა. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ შესვლა უფასოა. დღეს გავიგე სავსემთვარეობის შესახებ და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება. სავსემთვარე ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც შეყვარებულები არიან, განსაკუთრებულად უყვართ. ჩვენც იმიტომ მოვედით, რომ გავიხსენოთ ის დრო, როცა ახალგაზრდები და შეყვარებულები ვიყავით. მთელი ღამის განმავლობაში ქვეყნის ყველა ღირსშესანიშნაობა დამთვალიერებელთათვის ღიაა და რაც მთავარია, იქ მოხვედრა უფასოა.